მოგესალმებით ყველას. დღეს შევიკრიბეთ საკმაოდ საინტერესო მიზეზის გამო, რადგან გიმსმა გამოუშვა ოფიციალური კლიპი თავის სიმღერაზე ნინაო. ამ სიმღერის განხილვა უკვე არის ჩემს YouTube არხზე და თუ არ გიყურებიათ, გირჩევთ რომ გადახვიდეთ, რადგან დეტალურად გავიარე ეს სიმღერა მუსიკალური კუთხით, ვინც არ იცით, ეს ტრეკი არის ქართული განდაგანას რემიქსი ფრანგულ ენაზე. წინა ვიდეოს მოყვა საკმაოდ მოულოდნელი და დიდი ფიდბექი, ნახვების კუთხით, ლაიქების კუთხით, მაგრამ ყველაზე მოულოდნელი ჩემთვის იყო ის, რომ გიმსმა თავის ინსტაგრამზე გააზიარა ჩემი განხილვა, რომელსაც ჰქონდა ფრანგული და ინგლისური ტიტრები და სტორიზე ედო ჩემი განხილვა, რაც საკმაოდ მოულოდნელი და სასიამოვნო იყო და შესაძლებელია რომ ამასაც უყურებ და პირადად კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადაგიხადო იმისთვის, რომ ქართული კულტურის პოპულარიზაციას უჭერ მხარს. პირადად გიმსთან კომუნიკაცია არ მქონია, თუმცა ვესაუბრე მის წარმომადგენელს, რომელმაც მითხრა, რომ ამ კლიპის გადაღებისთვის დახმარებას თხოვეს საქართველოს საელჩოს საფრანგეთში, ლოკაციის შესარჩევად და ზოგადად ვიდეოსთვის. Dès que j'arrive, ça regarde de travers, capuché parce que je suis trop cramé. J'avance avec équipe armée, je m'organise comme si je mourrais jamais. Mon amour, je vais rentrer tard, étrier bleu ciel, fait noir. Okay, ეს არის იგივე ლოკაცია, რომელიც იყო ტიზერში, სოციალურ ქსელებში რამდენიმე დღის წინ. ჩვენ უკვე ვნახეთ მოცეკვავეები და ვნახეთ ჩოხის მსგავსი ტანსაცმელი უпростоრად. და ვხედავთ ფერარს. ფერარი თუ გახსოვთ, ასევე განხილვაში მქონდა ტექსტის განხილვაც. პრეკორუსში არის ნახსენები φέρარი. Ils font tous des petits pas dès qu'ils aperçoivent la guitare. Anina nani nina oh, tanina nina nina oh, anina nani nina oh, tanina nina nina oh, anina nani nina oh, tanina nina nina oh, anina nani nina oh, tanina nina nina oh. J'ai fait des choses regrettables, c'est ça d'être toujours en pétard. T'es mal équipe, redoutable, je connais la nuit comme les guettards. Passe la douane, y'a rien à regarder, de toute façon je suis bouqué sur toute l'année. On s'est vu le temps d'une soirée, encore un petit cœur à réparer. Mon amour, je vais rentrer tard, étrier bleu ciel, fait noir. Ils font tous des petits pas dès qu'ils aperçoivent la guitare. Anina nani nina oh, tanina nina nina oh, anina nani nina oh. Tanina nina nina oh, tanina nani nina oh, tanina nina nina oh, tanina nani nina oh, tanina nina nina oh. Okay, ნახევარ კლიპს ვუყურეთ და როგორც ჩანს, ლოკაციების კუთხით არ არის მრავალფეროვანი, რადგან ორი ლოკაცია არის, სულ ეს არის ეს დარბაზი და ეზო, სადაც ფერარისთან ერთად დგას თვითონ არტისტი. ხო და დრონების კადრებიც არის ამ შენობასთან. Okay. Anina nani nina oh, tanina nina nina oh, 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 tanina 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 nani nina oh, tanina nina nina oh, anina 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 nani nina oh, tanina nina nina oh.
ოკეი, სულ ეს არის კლიპი. რა მომხდა თვალში? პირველ რიგში დაწყებისთანავე პირველ წამებზე ლათინური ანბანით წერია გამარჯობა საქართველო. არ წერია ჯორჯია, არამედ საქართველო, როგორც ჩვენ ვეძახით ჩვენს ქვეყანას. რაც საკმაოდ ისეთი კომპლიმენტარული არის უცხოელებისგან, იმიტომ რომ ბევრმა უცხოელმა ნამდვილად არ იცის რომ ჩვენ ვეძახით ჩვენს ქვეყანას საქართველოს. ევროპისთვის ეს არის ჯორჯია, სლავური ენებისთვის ეს არის გრუზია. როცა კლიპი დაიწყო, ძალიან თვალში მოხვდა აი ეს ხელოვნური ქართული დროშები. ძალიან დიდი ეჭვი მაქვს, რომ სიმღერის სპონტანურმა წარმატებამ აიძულა გიმსი და მისი ჯგუფი, რომ გადაეღოთ კლიპი ამ ყველაფერზე. ამას არ ვიძახი ნეგატიურად, ეს ნორმალურია, როცა მოულოდნელად ვარდება რაღაცა, რაზეც დიდ იმედებს არ ამყარებდი პირობითად და ისეთი გზნობა მაქვს, რომ კლიპის გადაღება მოუწია ძალიან სწრაფ-სწრაფად. ძალიან მარტივი მონტაჟი არის და სულ ორი ლოკაცია. პირველი ლოკაცია არის აი ეს დარბაზი, სადაც თვითონ შემსრულებელი გიმსი დგას და ირგვლივ ცეკვავენ როგორც გავარკვიე, თუმცა ეს არ არის დადგენილი ინფორმაცია, საფრანგეთში მყოფი ქართველი მიგრანტების შვილები, რომლებიც ცეკვით არიან, ქართული ხალხური ცეკვით არიან დაკავებულნი საფრანგეთში. ანუ ქართველები არიან ეს მოცეკვავეები და მეორე ლოკაცია არის აი ეს ეზო, სადაც დგას ფერარი. Des choses regrettables, c'est ça t'es toujours en pétard. T'es mal équipe, redoutable, je connais la nuit comme les guettards. Passe la douane, y'a rien à regarder, de toute façon je suis booké sur toute l'année. On s'est vu le temps d'une soirée, encore un petit cœur à réparer. სტილისტიკის კუთხით არის ძალიან მაგარი ვიდეო, რადგან უკვე გავამახვილე ამაზე ყურადღება, მაგრამ არ დავიღლებია იმის თქმით. აი ეს ერთგვარი ჩოხა, რომელიც მას აცვია და რომელიც რეალურად ჩოხა არ არის, ძალიან ზღვარზეა, რას გულისხმობ? მას არ აცვია ნამდვილი ტრადიციული ქართული ჩოხა, რაც შეიძლება ცოტა კარიკატურული იქნებოდა ამ კონტექსტში და არც აცვია ჩვეულებრივი ტანსაცმელი, ანუ გამოყენებული მაინც არის ჩოხის სტილისტიკა და მთავარი აი ეს ტყუების ჩასადებები რა, ანუ რითაც ვცნობთ როგორც წესი ჩოხას, მთავარი ელემენტი. ანუ ძალიან კარგად მიუდგა საქმეს კლიპის რეჟისორი სტილისტიკის კუთხით. აი ეს მომენტი. კლიპის განმავლობაში ზოგიერთ ნაწილში ვხედავთ კაცს, რომელიც უკრავს აჭარულ ჩასაბერ ინსტრუმენტზე, რომელსაც ქვია ჭიბონი. რო რამე არავის არ გეგონოთ, რომ ვიცოდით რა ქვია ამ ინსტრუმენტს, მეც ამ წამს გავიგე, დავგუგლე. ამ სიმღერის განხილვას, ანუ წინა ვიდეოს, მოყვა კომენტარები TikTok-შიც და YouTube-ზეც, რომ რატომ ეძახი ამას ქართულ განდაგანას? ეს ხომ აჭარული განდაგანა, თითქოს და რამე ყოფდეს აჭარულს და ქართულს, ანუ მაგ პრეტენზიას ცოტა ვერ მივხვდი. არ ვიცი, ჩემი აზრით, როდესაც საუბარია საერთაშორისო დონეზე, ჩვენ უნდა ერთად გვიხაროდეს, რომ რეპრეზენტაცია ხდება ქართული კულტურის. ფრანგი მაყურებლისთვის და მსმენელისთვის, რომელიც არის გიმსის მთავარი აუდიტორია, არ აქვს დიდი მნიშვნელობა იმას, თუ როგორ არის გაყოფილი საქართველო. რა თქმა უნდა, ჩვენთვის ეს არის სამშობლო და ჩვენ კარგად ვიცით სხვაობები კუთხეებს შორის კულტურულად, თუმცა როდესაც გიმსი აკეთებს აი ესეთ კლიპს და ასეთ სიმღერას, ის აკეთებს ზოგადად საქართველოს რეპრეზენტაციას. ამიტომაც ვაძლევთ ჩემთავს იმის უფლებას, რომ ვთქვა, რომ ეს არის ქართული განდაგანა, მიუხედავად იმისა, რომ ყველამ რა თქმა უნდა ვიცით, რომ არსებობს სხვა განდაგანები და კონკრეტულად ეს არის აჭარული. როგორც უკვე ვთქვი, კლიპი არის საკმაოდ მარტივი. იმ კუთხით, რომ გვაქვს სულ ორი ლოკაცია. რა თქმა უნდა, ჩვენთვის ძალიან სუბიექტურია მსგავსი ნამუშევრების შეფასება, რადგან თვითონ ის ფაქტი, რომ საერთაშორისო არტისტი საფრანგეთიდან
უწევს რეპრეზენტაციას ჩვენს კულტურას, რომელიც არც თუ ისე პოპულარული არის სოფლიოში. არსებობს სხვადასხვა სახის კლიპები. არსებობს კლიპები ძალიან ბევრი სპეცეფექტით, ძვირი კლიპები, არსებობს კლიპები სიუჟეტით, რომლებიც ყურებაც საინტერესოა თუნდაც მუსიკის გარეშეც და არსებობს კლიპები, რომლებიც არის სტილზე და ესთეტიკაზე. და ჩემი აზრით ეს კლიპი არის ზუსტად მესამე კატეგორიის. როგორც თავდაპირველად სიმღერის და შესაბამისად ამ სიმღერაზე კლიპის მიზანი იყო და არის ქართული სტილის აღება და ასე ვთქვათ გადაკეთება თანამედროვე ფრანგულ რეპერულ თუნდაც სტილში, როგორც სიმღერა, ასევე თვითონ კლიპი 100%-ით ასრულებს ამ მისიას. მიუხედავად იმისა, რომ არის სულ ორი ლოკაცია, შენარჩუნებულია დინამიურობა. ანუ ამ კლიპის ყურება არ არის მოსაწყენი. იმიტომ რომ მუდმივად არის რაღაცა ქმედება, მუდმივად არის კადრების შეცვლა და თვითონ ქართული ცეკვაც არის ესთეტიურად ულამაზესი და მიმზიდველი. ანუ მთელი კლიპის განმავლობაში ჩვენ ხედავთ ცეკვას, სხვადასხვა ელემენტებს, სხვადასხვა რაკურსებიდან და ასე შემდეგ და რაც სასაცილოდ გამოიყურება, თუმცა ნეგატივის გარეშე, როცა თვითონ გიმსი როგორ თქვა, ცდილობს რომ შეასრულოს ქართული ცეკვის ელემენტები და გამოსდის საკმაოდ თავისებურად. თუმცა რთული ამას დავუძახო კარიკატურა, დაცინვა ან რაღაცა მსგავსი, არა, ანუ პირიქით უხდება ამ კლიპს. ზოგადად საქართველოს და საფრანგეთს შორის გაიბა ძალიან მნიშვნელოვანი კულტურული და სოციალური ძაფები, თუნდაც საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ყველამ ვიცით ალბათ რომ საფრანგეთში არ ვარ დარწმუნებული დაიბადა თუ არა, თუმცა გაიზარდა და პრინციპში პირველი ენა აქვს ფრანგული, რაც არ არის საიდუმლო. ასევე ფეხბურთის კუთხით კვარაცხელია, რომელიც თამაშობს PSG-ში, მიქავტაძე, რომელიც სალომე ზურაბიშვილივით ცხოვრობდა და ცხოვრობს საფრანგეთში და ფრანგული ასევე მისთვის პირველი ენა და განსაკუთრებით 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის მერე, ჩემი აზრით, საქართველომ საკმაოდ გაითქვა თავი როგორც მინიმუმ ევროპაში, კულტურული და სოციალური კუთხით. და სავარაუდოდ გიმსისთვისაც ჩვენს ქვეყანასთან გაცნობის ერთ-ერთი წინაპირობა იყო აი მსგავსი კავშირები. და ეს კავშირები არის ძალიან მნიშვნელოვანი ასევე თვითონ ამ ვიდეოს მონაწილეებისთვის, იმიტომ რომ მიგრანტებისთვის საქართველოდან, რომლებიც საკმაოდ გაფანტულები არიან, ანუ ბევრ ქვეყანაში ვარ ნამყოფი, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ვლოგი არ მიდევს არხზე, ვარ ნამყოფი არაერთ ქვეყანაში ევროპაში, ყველგან გადავკვეთილ ვარ და ყველგან შეხვედრილ ვარ ქართველებს, რომლებიც წლებია მუშაობენ, ზოგს ოჯახი ყავს, ზოგი ცხოვრობს უბრალოდ წლების განმავლობაში ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში და როდესაც ხარ საკმაოდ პატარა და ლოკალური კულტურის წარმომადგენელი, საკმაოდ რთულია საზღვარგარეთ ასიმილირება. შენ ყოველთვის მიჯაჭვული ხარ შენს მშობლიურ ენაზე და თუნდაც მსგავსი ნაშრომები საერთაშორისო არტისტებისგან არის სასიამოვნო პირველ რიგში მიგრანტებისთვის საფრანგეთიდან თუნდაც. ასე რომ მიუხედავად ნაშრომის სიმარტივისა, მაინც იგრძნობა ის პატივისცემა და როგორ თქვა, მოწიწება მისი შექმნის დროს. როგორც მუსიკალურად, ასევე ვიდეოს კუთხით. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ საერთაშორისო სცენაზე უფრო მეტ მსგავს რეფერენტს დავინახავთ, თუნდაც კინოინდუსტრიაში, მაგალითად Netflix აქვს ასეთი ტენდენცია, რომ ისინი პოულობენ სხვადასხვა პატარა კულტურებს და მათ სხვადასხვა იგავარაკებზე და რაღაცა ნაციონალურ ლიტერატურაზე იღებენ სრულმასშტაბიან სერიალებს ან ფილმებს. განსაკუთრებით დღესდღეობით, როდესაც საქართველოსთვის და შესაბამისად პირველ რიგში ქართველებისთვის არის საკმაოდ არასასიამოვნო და რთული პოლიტიკური პერიოდი ისტორიაში.
მსგავსი ნაშრომები თუნდაც გლობალურად არაფერს არ შეცვლის, მაგრამ არის სასიამოვნო შეხსენება იმის, რომ სოფლიო გვიცნობს, სოფლიო ხედავს და ჩვენი კულტურა არ არის რაღაცა ჩრდილში. სულ ეს არის მეგობრებო, მეტის თქმა ამ ვიდეოს შესახებ არ შემიძლია, გამოიწერეთ ეს YouTube არხი, გამოიწერეთ სოციალური ქსელები და შევხვდეთ შემდეგ ვიდეოებში.